მოგესალმებით, ყველა ჩემ გამომწერს, მე გახლავართ ნინია. დღეს შემოვედი ასეთი თემით. თქვენ და თქვენი პარტნიორი. ნახოთ თქვენი დამოკიდებულება, მისი დამოკიდებულება, ვინ გიშლით ხელს ურთიერთობაში, ვინ ერევა თქვენ შორის, მასთან ვინ უშლის ხელს, ვინ არის ესეთი პიროვნება ან პიროვნებები, ან შეიძლება სულაც საქმე უშლის ხელს. მერე გადავალთ ფიქრებზე და ასე შემდეგ. დავიწყოთ. აბა გოგონებო, თქვენი თავი ჩაიფიქრეთ ჯერ. თქვენი დამოკიდებულება მის მიმართ. მოკლედ თვითონ ამოდის ვაჟბატონი. როგორია იცით, ცოტა ფიცხი ხასიათი აქვს, ცოტა კი არა, კარგად სწრაფია, მოქმედებებში, ფიქრებში, ანალიზის გაანალიზება არ უჭირს, ისეთი პიროვნება ამოვიდა. თქვენი მის მიმართ თქვენი დამოკიდებულება შეიძლება ტემპში ვერ ეწევით, შეიძლება ჰაერის ნიშანიც არის და სწრაფად იღებს ყველაფერს, გადაწყვეტილებას, ნაბიჯებს დგავს სწრაფად, შეიძლება უცებ არ მოელოდით და შეცვალოს რაღაცა დამოკიდებულება. მიხვდით, ესეთი სიტუაცია ამოდის, მაგრამ კარგად უყურებთ თქვენ და სხვათა შორის ვისთავისაც ცოტა წაკამათებულები ხართ, მონატრებაც ამოდის, სხვათა შორის მოგწონთ მისი ფიქრები, მისი ეს ბრძნული აზრები, არ არის უტვინო ადამიანი, კარგი ადამიანია, სიმპათიური ადამიანია, შეიძლება 40 წელზე მეტია, მაგრამ ახალგაზრდა ძლიერი ენერგეტიკისაა. აქ ამოდის პაჟი, გენაცვალე პენტაკლის, ხო თქვი ახალგაზრდა ენერგიაა, მეთქი თქვენც, ესე იგი თქვენი დამოკიდებულება არის სათნო, სათუთი, უფრთხილდებით, იცით, გიხარიათ, რომ მზად ხართ, რომ მასთან ერთად გადადგათ ნაბიჯები, პატივს სცემთ მის გადაწყვეტილებას, მის დამოკიდებულებას. ხანდახან გიკვირთ ხოლმე ასე სწრაფად რო იცვლება, მაგრამ ამართლებთ, მიხვდით, რომ ერთმანეთს თქვენგანაც არის დახმარება, სხვათა შორის საბუთებია, ფინანსებია, შეიძლება შორს იმყოფებით ერთმანეთისგან, ან ერთად ხართ და სხვადასხვა ქალაქებში, ესეც მაჩვენებს გენაცვალე. აქ არის წინსვლა, მზად ხართ, რომ კიდევ ვიმეორებ, რომ შეხვედრისთვის, კარგი საუბრისთვის, ყოველთვის კარგი საინტერესო სიტუაციები რო შექმნათ, თქვენი დამოკიდებულება ესეთია და ფიქრობთ, რომ შეუწყოთ ხელი ყველანაირად, რომ იყოს თუნდაც თქვენს გვერდით და იცხოვროთ ერთ ჭერ ქვეშ. ესე ამოდის ჩემო კარგებო. აქ გზაც ფიქსირდება, საზღვარგარეთი ფიქსირდება, გასაგებია. ახლა აბა მისი მამაკაცი ჩაიფიქრეთ, მისი დამოკიდებულება თქვენს მიმართ. აქ იყო კამათი, აქ იყო მეფეხმლები, ხო ვთქვი, აქაც მეფეხმლები, აქაც მეფეხმლები ამოდის. აქ ისეთი ტაროა ეს, რომ ორი მეფეხმლები ყავს და ორი მაღალი არქანები. ისევ ესეთი ადამიანი დაფიქსირდა, მისი დამოკიდებულება არის, რომ სისწრაფე, რომ სწრაფად მოაგვაროს ყველაფერი, ალბათ ამოდის, სასწორის ნიშანსაც არ გამოვრიცხავ, მოსაგვარებელია საბუთები, მოსაგვარებელია ფინანსური საკითხები, მოსაგვარებელია იმას რო ეძახიან
კრედიტები და მისი დამოკიდებულება არის თქვენს მიმართ, რომ ესე იგი თქვენ ჭირდებით ამ ადამიანს და ერთმანეთი გჭირდებათ. მაგრამ იცით რა არის პატარ-პატარა ნიუანსები არის ორივეს მხრიდან, უფრო მამაკაცის მხრიდან, რომ ესე იგი შეიძლება წავიდეს ურთიერთობაში და რა თქმა უნდა გულს გტკენთ მისი მხრიდან არის გულის ტკენა, ეს ურთიერთობის გაციებაც ხდება, იყო რამოდენიმე პროცენტში და თვითონ ვერ გაუგია, ან რატო იქცევა ასე, ვისაც ესე იგი პრივაროტი აქვს სასიყვარულო გაკეთებული, სხვანაირად ვერ მოიქცევა, იმიტომ რომ მამაკაც ტვინი აქვს არეული, ჩემო კარგო და სხვათა შორის იცით რა არის, იქ არ მოწონს, სადაც არის. აი მე ისევ თქვენთან ბრუნდება ხოლმე. აი ესეც თამაშდება, გოგოებო, გადაათამაშეთ თქვენ თავზე. ნუ იყო ჩარევა, იყო ნამდვილად. აბა თქვენი მხრიდან გოგოებო, ვინ გიშლით ხელს, ვინ გიშლით აი ამ ურთიერთობაში ხელს, ან რა გიშლით? ნუ დეზინფორმაცია, ჩარევა, გაჩხუბეს კიდეც, აქ ისე ცუდად დაფიქსირდა, რომ რა ვიცი, ესე იგი წინსვლა, ფინანსები, ჯანმრთელი ურთიერთობა აგირიეს, დაგირიეს, გაყვეს ეს გზები, ნუ მთვარეზეც კი იყო, ნამუშევარი იყო ნამდვილად ჩემო კარგებო, იყო სპეციალური ჩარევა, ჭორები, შური, ნეგატივის შემოტანა, ადამიანს ესე იგი სპეციალურად რომ ჩააგონებენ დეზინფორმაცია, მეორე ადამიანზე ხუთიანი ხმლები ორიან ხმლებთან. ნუ იყო წასვლა, გაძევება, ადამიანი შეიძლება თქვენს გაუშვით, მამაკაცზე გულისხმობ გოგოებო, ამასაც არ გამოვრიცხავ, როცა შეიძლებოდა რომ ყველაფერი პერსპექტივა იყო, რომ ლამაზად ყოფილიყავით და ერთად გეშენებინათ ჯანმრთელი ოჯახი, ჯანმრთელი ურთიერთობა, მაგრამ ამაში სპეციალურად შეგიშალეს ხელი. ყველა ღონე მოიმარჯვეს მტრებმა, შურის მაძიებლებმა, რომ ესე იგი გარეშე პირებმა, რომ თქვენ ერთად არ ყოფილიყავით. ნუ ორი გოგო ამოდის აქ, ორი ქალბატონი თქვენი მხრიდან. აბა ეხა მამაკაცის მხრიდან, თქვენი პარტნიორის მხრიდან ვინ უშლის ხელს, ვინ, ან რა უშლის ხელს თქვენთან ურთიერთობაში? ნუ ჩემო კარგებო, აქ ხო ვთქვი, აქ ნამდვილად გახლეჩვაა გაკეთებული, სამიან ხმლებთან 10-იანი თასები დაჯდა. თქვენი იდილია მისი მხრიდან, მამაკაცის მხრიდან, რომ ესე იგი კარგად გექცეოდათ, კარგად იყავით, ურთიერთობაც კარგი გქონდათ, სასიამოვნო ღამეც კარგი იყო, დღეც კარგი იყო, ერთად გასვლები კარგი იყო, მიხვდით და აი ეს, ნუ რა თქმა უნდა, ეხა შორიდან არ არის, ეს არის ან იმპერატრიცა, ესე იგი ქალია ჩარეული აქ მისი მხრიდან, რომ ესე იგი არის მესაკუთრე, არის როგორ იცით, ძალიან ძლიერი, ლამაზი, კი და ბევრი რაღაცა შეუძლია ამ ქალს და ჩაერია, იმიტომ რომ აქ სასიყვარულო ურთიერთობა გარეშე მესამე მეტოქე დაფიქსირდა და 10-იანი ხმლები დაანგრია თქვენი ურთიერთობა, აი ამ ვარიანტს ესე მეუბნება მამაკაცის მხრიდან, დაანგრია, გახლეჩა, იყო მამაკაცის ესე იგი იძულებით გადაყვანა, გადაბირება ამ მეტოქეს მხარეზე, მაგრამ მამაკაცი იცით რა არის, არც იქ არ მოწონს, ნახეთ, მორბის იქედან, მორბის და სასწორი და გატეხილი გული, გატეხილი ესე იგი ჯანმრთელი ურთიერთობა რო შეირყა, ამას ნანობს, ძალიან ნანობს და ამ ქალს ძალით უჭირავს, ანუ არის რომ გამოჩნდება მამაკაცი, მაგრამ მერე ისევ ამ ქალის ზეგავლენის ქვეშაა და ამ ქალს იცნობთ თქვენ სხვათა შორის, იცნობთ რომ იცოდეთ. ეხლა თქვენი ფიქრები ვნახოთ, აბა თქვენი ფიქრები.
აი ამას ლენორმანს შემოვიყვან გოგოებო, თქვენი ფიქრები მამაკაცის მიმართ. ნუ გინდათ რომ ესე იგი დასრულდეს ეს მარტოობა და რა თქმა უნდა გენატრებათ თქვენი მამაკაცი, ცდილობთ ბევრი წმენდებს იკეთებთ, ბევრი მოზიდვებს იკეთებთ და ეს მოქმედებს სხვათა შორის, იმიტომ ბევრ პროცენტთან ვისთანაც მობრუნდა, ხო, ამ გაწმენდებმა იმოქმედა და თქვენ აღარ გინდათ მარტო ყოფნა, აი ეს გაუთავებელი ნერვიულობა, რო ელოდებით და არიცით ღირს თუ არა დალოდება, მიხვდით და კარტი გეუნებათ ლენორმანი რომ გააგრძელეთ ურთიერთობის წმენდა, გააგრძელეთ მოზიდვა და აუცილებლად მოგვარდება სიტუაცია, იმიტომ რომ აი ამ ხაზზე გადასარევი კარტები დაჯდა, რომელიც ბევრი პროცენტია რომ გამოსწორდეს ურთიერთობა, ბევრი პროცენტია იცოდეთ. ძალიან კარგი. ეხა მამაკაცის მხრიდან მისი ფიქრები. თქვენზე რას ფიქრობს? ნუ იდილია უნდა ენატრება ის განმარტოვება, რომ ერთად რომ იყავით, რომ ესე იგი ბევრ ვარიანტში აქ გენაცვალე, უკვე ხელი უნდა მოგეწერათ, ერთი სახლი უნდა შეგეძინათ, ან შეძენილია და თანხებთან დაკავშირებით იყო მოლაპარაკება, იყო ბედნიერება, მისი ფიქრები რა არის, რომ ესე იგი 20-იანი და ბაღი დაჯდა ნახეთ, ეს არის გენაცვალე ღვთაებრივი ნიშანი, ეს არის ნამდვილად სამყაროს მიმანიშნებელი ციფრია, რომ ესე იგი ნამდვილად ენატრება იდილია, განმარტოვება უნდა, სიამოვნებით დაჯდებოდა თქვენთან, დაილაპარაკა 20 და 30, მეტი რა გინდათ, მეტი ნიშნები, ესე იგი ნამდვილად 100%-იანია, რომ ძალიან ენატრება ის ბედნიერება, ის დრო, ერთად რო იყავით, ერთ გეგმებს რო გეგმავდით, 36 ჯვარი, ცხრიანი, იგივე ცხრიანი უნდა რომ დასრულდეს ეს, მიხვდით და ჯვარი დაიწეროთ, ან დასრულდეს აი ეს გაუთავებელი გაქცევა, გამოქცევა და თვითონაც უნდა თქვენთან, აი 100% უნდა თქვენთან ყოფნა, 100% უნდა ყოფნა მამაკაც თქვენთან. ძალიან კარგი ეს ფიქრები მომწონს. ხალა თქვენი გული, აბა თქვენი გული გოგოებო? გადასარევია, გადასარევი. თქვენი გული ელოდებით SMS, ელოდებით რომ დაგირეკოს, ელოდებით რომ ისევ გაგაბედნიეროთ და ბევრ პროცენტს რეზონირდება, იმიტომ რომ მსოფლიო, მერე 4-იანი კვერთხები, გული თვითონ მამაკაცი და ეხლა კლევერი დაჯდა გენაცვალე, აგერ ნამდვილად წინ წასვლა, ნამდვილად კეთილდღეობა, იზაბილია, გინდათ რომ მოვიდეს და მოვა, აი ეს თქვენი გულია, ნამდვილად იქნება ახალი ამბები, ნამდვილად მოვა და გიერთგულებთ და ნამდვილად იქნებით ერთად, აი უყურეთ სურვილის ასრულება ამოდის თქვენი და ვისაც ხელის მოწერა ან დანიშვნა ან ქორწილი ესეთი სიტუაციები გაქვთ ჩაფიქრებული და იყო ეს საუბარი, ხო? და ისევ გაქვთ ეს გულში, ან არ გიჩხუბიათ და გაქვთ გულში და მოლაპარაკებულები ხართ, ხო? ესეც ავხსნი. ძალიან დიდი ბედნიერება გელოდებათ, გოგოებო, ძალიან დიდი ბედნიერება გადაათამაშეთ თქვენ თავზე. ნამდვილად ვინც საბუთებს ელოდებით, ვიზას ელოდებით, ან შეხვდეთ ერთმანეთს, აუცილებლად იქნება, აუცილებლად რეზონირდება, დამიჯერეთ. ეხლა თქვენი მამაკაცის გული. რას ფიქრობს აბა მამაკაცი თქვენზე, გოგოებო? აი ამ ყველაფრის მერე. თვითონ ამოვიდა, თვითონ ამოვიდა და რას ფიქრობს და უნდა რომ გამოძრეს მის გულში, უпростоრად უკაცრავად ფიქრები აქა, ეტყობა კიდე ფიქრობს და იმიტომ. მოდი მაშინ რახან სამყარომ ესე ინება, ეს ისევ მის
ფიქრებთან დაჯდა ესე წამომაცდევინეს სიტყვა, რას ფიქრობს და თვითონ უნდა რომ გამოვიდეს კონტაქტზე, აი ეს წინაღობა, მთები, გორები, ვინც და რაც უშლის ხელს რომ გამოძვრეს ამ სიტუაციიდან და მოვიდეს, გამოჯამრთელდეს, გზა გაეხსნას, იპოვოს გზები და მოვიდეს თქვენთან და ჩაგიხუტოთ გულში და ჯამრთელი ურთიერთობა რომ აეწყოს ისევ, ვისთანაც ეს დაფიქსირდა, ეს ძალიან დიდი წინაღობები, მტრები, შური, გახლეჩვა, მიხვდით? აი ამას ფიქრობს. მოდი ახლა რახან ფიქრი თქვა და ინება სამყარომ, მოდი ახლა გულს დავამატებ, მისი გული. ხედავთ, ესე იგი კიდე რაღაცა უნდა ეთქვა მამაკაც და ამიტომაც შეტრიალდა ასე. იმიტომ არ ვიცი ხოლმე არასოდეს როდის რიტუალებშიც და ამაშიც გაშლებშიც როგორ წავა თვითონ საქმე, როგორ წარიმართება. აი ეს ჩემზე არ არის არასოდეს დამოკიდებული. მეგობრებო, გოგოებო, ბიჭებო, ამასობაში გამოიწერეთ სტუმრებო ჩემი არხი, მე გახლავართ ნინია, ჩვენ ბევრნი ვართ და მხოლოდ და მხოლოდ ჩემი გამომწერებისთვის არის ჩემი რიტუალებიც და ჩემი გაშლებიც. მთელ მსოფლიოს ვერ მოვედები, ვერ გადაუნაწილებ ჩემ ენერგიებს და შემოგვიერთდით და გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ ვიდეო, იმედია მოგეწონათ, ლაიქი დაალაიქეთ, მადლობა სამყაროს და რომ გაცვალოთ ენერგიები. მისი გული ჩემოკარგებო, მის ქვეშ დაჯექით, უყურეთ საოცრება, მის ქვეშ ფეხებში დაუჯექით. რა თქმა უნდა, თქვენთან უნდა მეგობრებო, ენატრება თქვენთან ურთიერთობა, ეს გველი ამ წუთას მაგას ნიშნავს, ინტიმურ კავშირს ნიშნავს. მოწონხართ ძალიან როგორც ქალი, ყველანაირად აკმაყოფილებს ის კრიტერიუმები, რაც თქვენში ზის და როგორც გამოიყურებით. არა აქვს მნიშვნელობა, მაკიაჟით იქნებით, უმაკიაჟოდ, ცოტა სრული ხართ თუ გამხდარი ხართ, ქერა ხართ თუ შავი თუ წითელი, მიხვდით ხო, ყველანაირად აკმაყოფილებს თქვენი კრიტერიუმებში ჯდებით. ძალიან კარგი და უნდა გენაცვალე რომ ბავშვივით, შეიძლება ბავშვებიც ყავთ და ბავშვიც ენატრება არ გამოვრიცხავ და ბავშვივით ახალი ურთიერთობა უნდა თქვენთან, განახლებული ურთიერთობა, ბევრ პროცენტში მობრუნდება ამ გაშლის მერე და მოგწერთ და არ გამოვრიცხავ რომ შერიგება მოხდეს და ბავშვივით ახალი ურთიერთობა დამყარდება თქვენს შორის, სიახლე, აი სუფთა ურთიერთობა, მიხვდით, ამას არ გამოვრიცხავ და ვისაც ესე იგი ახალი გაცნობილი გაქვთ ხო, ყავთ ერთმანეთი, აქაც არ გამოვრიცხავ რომ ესე იგი ძალიან კარგად წარიმართება გოგოებო ურთიერთობა, გააგრძელეთ ურთიერთობა, კარგი ურთიერთობა გელოდებათ. ხო, ეხლა მოქმედება ვნახოთ, აბა მოქმედება ჩემო კარგებო. თქვენი მოქმედება ჯერ აპ გადმოხტა, დავდებ. ნუ თქვენ გენაცვალე მზად ხართ რომ ესე იგი ფიქრობთ, თქვენი მოქმედება არის რომ ძალას არ დაიშურებთ ყველანაირად, ესე იგი გაყვებით ბედის ბორბალს ერთად, თქვენ და თქვენი მამაკაცი ჩაჯდებით, ერთად გაივლით ამ ცხოვრებას, ეს არის თქვენი მოქმედება, თქვენ მისცემთ ძალას და ორივე ერთად ძალიან დიდი ძალა იქნებით, მიხვდით და ეს 10-იანი ხმლები, ესე იგი, ვინც გაჩხუბეს და ეს ნეგატივი შეიტანეს თქვენს ურთიერთობაში, ხო? მაინც ვერაფერს ვერ დააკლებს. თუ ეხა 2 წელი არაა წასული და 5 წელი იმას გულისხმობ მე. ესე იგი, ეს მიმანიშნებელია, რომ სამყარო გეუბნებათ, ეტლით, უყურეთ, ჩაჯექით და თქვენ თვითონ გამოასწორეთ თქვენი სიტუაცია, იმიტომ რომ არის კიდე პერსპექტივა, მიმხედრი მიხვდება. 2 წელზე ნაკლებს ვიძახი და აი ეს უკვე, ხო, ბუმერანგი მიუტრიალდება,
ვინც იკადრა, ან თქვენ შორის შუღლი ვინც ჩააგდო. რა თქმა უნდა, მანდილოსანი ამოდის და თქვენი ოჯახში სისხლით ნათესავი არ არის, მაგრამ დაქალია, აი ესეთი სიტუაცია რა, თანამშრომელია, მეზობელია, არ გამოვრიცხავ, მიხვდით? და სწორად იქცევითო გეუბნებათ სამყარო, მიაწექით თქვენს ბედის ბორბალს, არ გაჩერდეთ, გაიწმინდეთ რიტუალებით ცხოვრება, ნეგატივი და ასე შემდეგ და ძალიან სწორ გზას ადგახართ. ძალიან სწორ გზას ადგახართ, მინდა გითხრათ გოგოებო. ეხლა მამაკაცის მოქმედება როგორი იქნება თქვენი პიროვნება, ჩაფიქრებული პიროვნების მოქმედება? აი ამ გაშლების მერე, ამ გაშლის მერე. ნამდვილად იქნება შერიგება, ნამდვილად იქნება, ესე იგი, 7-იანი პენტაკლი. თვითონ როგორ არის, იცით? თვითონვე მიხვდა, რომ უნდა გაჩერდეს, გონს მოეგოს, დამხმარე ანგელოზებს გამოუჩენენ, რომ დაგეხმაროთ ურთიერთობის დაბალანსებაში, მიხვდით? განეიტრალებაში აუცილებლად მოხდება, გონს მოეგება, რომ ესე იგი, რასაც აშენებდით თქვენ ურთიერთობას დღითი დღე ხო, წვალებით და ხან ღიმილით, ხან წყენით, ხან პატარა წაჩხუბებებით, მაგრამ ეს იყო ბუნებრივი, მიხვდით? და ანგელოზიც თქვენთან არის, არხანგელ მიქაელი. აი უყურეთ, ეუბნება თვითონ მამაკაც, რომ ესე იგი მისი მოქმედებაა, რომ არ დანებდეს. რამოდენიმეჯერ ბევრთან გათამაშდება, რომ ვისთანაც ნაჩხუბრები ხართ, ან წასული იყო მამაკაცი ჩარევის გამო, ესე იგი იყო იმედგაცრუება, იყო გაყვანა სახლიდან, იყო ნამდვილად კი ისევ ქალბატონიდან და ეუბნება სამყარო, შუაში ანგელოზია, რომ ესე იგი არ გაჩერდე, არ დანებდე და იმედი არ გაიცრუო, მიდი რეალურად იქცევი და წინ წახვალ, წინ გადადგი ნაბიჯები. რა თქმა უნდა, ჩანს ნაბიჯების გადმოდგმა. ამ ნამდვილად გაშლის მერე ბევრს შემოგივათ ინფორმაცია, მესიჯები, ზარი, არ გამოვრიცხავ ჩემო კარგებო. ძალიან კარგი. ეხლა დამელოდეთ, რომ მე ავკრიფო, ეს იქნება იგივე ამინი სამყაროსთან და თქვენს ანგელოზებთან. გამოიწერეთ არხი. მადლობას გიხდით ჩარიცხვებისთვის, გადმორიცხვებისთვის, პირადი გაშლებისთვის, ნდობისთვის, რიტუალებზე რომ მეხმიანებით და მოკლედ მე ისედაც არ მაკლია რიტუალები, რისი თქმა მინდა, მაგრამ ჩემი გამომწერები რომ გააქტიურდით და რომ ნახეთ, რომ ნამდვილად წინ მიდის საქმე. ყველა ნინი ჩემი რიტუალი, ჩემო მეგობრებო, ისევ ისე ძველიც ამოსქროლეთ, ბევრი მეკითხება, ნინია ეს ლინკი სად არის და ეს ჩამიგდე, მე ვერაფერს ვერ ჩაგეგდებთ, ჩემო საყვარლებო, მე ვაკეთებ თქვენთვის ვიდეოს და ისიც არ დაიზაროთ, გთხოვთ ეხლა, მე თქვენს მაგივრადაც ხო არ უყურო, ამოსქროლეთ, ჩემი ძველი ვიდეოებიც ისევ ისე მუშაობს, როგორც ესე იგი ჩემი ახალი რიტუალები და მოირგეთ, ყველაფერი უყურეთ 100%-იან შერიგებას და 100%-იან წინსვლას გისურვებთ, ჩემო კარგებო. მადლობთ, რომ ხართ ჩემთან და მომავალ შეხვედრამდე.